ნიკა ივანიშვილი, გიორგი ჭანტურია, დავით იაკობიძე. სამივე მათგანი მერობის კანდიდატია, მათი სარეკლამო ბილბორდები თბილისის თითქმის ყველა უბანში შეგხვდებათ. რა თანხაუჯდებათ პარტიებს წინა საარჩევნო რეკლამა? ამ კითხვით ჩვენ ყველა მათგანს მივმართეთ. ინფორმაცია რა არის? ინფორმაცია არის ფაქტი პლუს მნიშვნელობა. მე ვიცი მნიშვნელობა, რომ ბანერი საჭიროა პარტიის რეკლამისათვის. მაგრამ ფაქტი ვინ გადაიხადა და რამდენი არ ამაქვს. დავით იაკობიძე გია თორთლაძის დემოკრატიული პარტიის მერობის კანდიდატია. მისი სარეკლამო ფოტო მიმაგრებულია თბილისის 17 ბანერზე. ამბობს, რომ პარტიაში ბევრი ბიზნესმენია და აქვთ შემოწირულობები. ურთიერთობა დამყარებულია ნდობაზე და შესაბამისად დეტალებით არ ინტერესდება. ყრილობაზე, პარტიის ყრილობაზე გაკეთდება მოხსენება. ამას გააკეთებს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე პარტიის. და აი მაშინ გასაგები იქნება, საიდან რამდენი ლარი თეთრი შემოვიდა და რას მოხმარდა ყველაფერი ეს. ხშირ შემთხვევაში კონკურენტების ფოტორეკლამა ერთმანეთის გვერდიგვერდ ხვდება. ყაზბეგის ქუჩაზე დავით იაკობიძის გვერდით აღმოჩნდა კიდევ ერთი კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის ბანერი. თუმცა ივანიშვილი, რომლის პარტიაც არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტია, ამტკიცებს, რომ ეს მისი წინა საარჩევნო პიარის ნაწილი არ არის. სახალხო დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ ბანერები მისი ფოტოთი ფონდ თბილისი ჩვენი სახლიას რეკლამაა და შესაბამისად თანხაც სწორედ ფონდიდან გამოიყოფა. ეს არის ფონდის სარეკლამო ბანერები, ფონდმა აიღო ეს სარეკლამო ბანერები და მათზე არც პოლიტიკური პარტიის სახელია. მაგრამ თქვენ ხართ კანდიდატი. მე კანდიდატი ვარ, კანდიდატი გავხდები მას შემდეგ, რაც 9 აპრილის გაივლის რეგისტრაციაში ოფიციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს ბანერები მე შეიცვალა. ქრისტიან დემოკრატებს თბილისში წინა საარჩევნოდ 20-მდე ბანერი აქვთ. ამბობენ, რომ მსგავსი რეკლამისთვის თანხა თვეში 10,000 ლარს აღწევს. ამ ბანერის თანხას იხდიდა თვითონ მოძრაობა, მას შემდეგ რაც რეგისტრაცია გავიარეთ, გაიხსნა ფონდი და აი ამ თანხისას თქვა გადახდის ვალდებულება გადავა მეორე ნაწილის რაც არის გადასახდელი თვითონ საარჩევნო ფონდზე. როგორც არის ასე თქვა კათოლიციზმური კანონმდებლობით. ანუ საერთო ჯამში რა თანხა დაიჭირა? დაახლოებით არის 10,000 ლარი. ბანერების მფლობელი კომპანიები, რომლებიც რეკლამას ათავსებენ, ამბობენ, რომ ინფორმაცია ფასის შესახებ კონფიდენციალურია. არაოფიციალური ინფორმაციით კი თითო ბილბორდზე რეკლამის განთავსება თვეში საშუალოდ 600 ამერიკული დოლარი ღირს. შესაბამისად საშუალო თანხა, რომელიც რეკლამისთვის პარტიებმა უნდა გადაიხადონ, ასე განისაზღვრება. დემოკრატიული პარტია თვეში 10,200 დოლარი. სახალხო დემოკრატები 9,600 დოლარი. ქრისტიან დემოკრატები 12,000 დოლარი.